ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს ამოწმებს წელს კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზარდოს. გივი კუჭრავა დეტალებით. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მუდმივად კონტროლდება. მიზანი საქართველოში წარმოებული სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდაა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შარშან სხვადასხვა მიმართულებით 360-მდე ღვინის კომპანიაში ამოწმა. აღებული 2660 ნიმუშიდან დარღვევა 109 მათგანში აღმოჩნდა. 2025 წელს გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ წარმოებული პროდუქციის შესაბამისობა კანონთან, რაც საბოლოოდ გამოიხატება ჩვენი სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატებში, რა თქმა უნდა, ეს მეტწილად მოიცავს ხარისხის კონტროლის ელემენტებს და იმას, რომ ღვინო, რომელიც ამა თუ იმ ბოთლში ასხია, შეესაბამებოდეს მის პრეზენტაციას, მის ეტიკეტს, რომ მომხმარებელი არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. შემოწმდა 78 კომპანიის შიდა ბაზრისთვის გათვლილი 136 ღვინის ნიმუში, საიდანაც 73 მათგანში დარღვევა აღმოჩნდა. დეგუსტაცია ჩაუტარდა 14000-მდე ღვინოს, საიდანაც 12829 ნიმუში შეფასდა დადებითად. ვაკონტროლებთ მევენახეობიდან დაწყებული ბოთლში ჩამოსხმამდე თითოეულ პროცესს, ვაკონტროლებთ ყურძნის სიმწიფეს, ყრეფის დროს, გადამუშავების პროცესებსა და დავარგებას. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სტაბილურად მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი. ღვინის ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის გამო აუცილებელია ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ხარისხით იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად ხარისხის დასადგენად ღვინოს ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ღვინის ლაბორატორიაში utardeba. ჩვენ ვაკეთებთ როგორც ქიმიურ პარამეტრებს, ასევე მიკრობიოლოგიურ ანალიზებს, ჰიგიენური სერტიფიკატისთვის საჭირო ანალიზებს. ბოლო წლებიდან გამომდინარე, ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს, ხარისხის კონტროლი წელს უფრო აქტიურად გაგრძელდება.